Stelo უდაოდ იქნება. ბატონ თამას, თქვენს ფიქრობთ, რომ გამორიცხულია, რომ პარლამენტი ორპარტიული იყოს და მხოლოდ ოცნება და ნაციონალებით დაკომპლექტდეს? ეს იქნება ძალიან ცუდი და დადასტურება იქნება იმისი, რასაც მე ვიძახოდი. რომ არის ცდელობა იმისა, რომ ერთი ცენტრიდან იმართებოდეს მთლიანად ჩვენი ქვეყანა და გაყოფილი იყოს ორ ნაწილად, ერთს ერქვას ხელისუფლება და მეორეს ოპოზიცია. Ai ზუსტად ასეთი სცენარის განვითარება. ცენტრი სად იქნება, ანუ გულისხმობთ ამ შემთხვევაში უფრო ვაშინგტონი, ალბათ, ხო და ეს არის ცუდი იმიტომაც, რომ თუ როცა ასეთი განაწილება ხდება და ერთი ადგილიდან იმართება, აი ზუსტად აი მცირე ყევამაც კი შეიძლება თვითონ შიგნით შექმნას ისეთი სიტუაცია, როცა ადვილად მოხდება ხელისუფლების ერთიდან მეორეზე გადაბარება. და ეს იქნება ძალიან ცუდი. კიდევ ვიმეორებ, აი ზუსტად მრავალპარტიულობა საჭირო არის იმისთვის, რომ თუ მაგალითად ქართულ ოცნებაში საკმაოდ მძლავრად არის წარმოდგენილი დესანტი ნაციონალური მოძრაობიდან. იგივეს ვერ ვიტყვი ნაციონალურ მოძრაობაში, რომელიც მოხდება პარლამენტში. დესანტში ვის გულისხმობთ? არიან ცალკეული პიროვნებები, რომლებიც შედარებით ლაითი ნაციონალები იყვნენ. აი ახალი სახეები, მაჟორიტარები. თუნდაც ახალი სახეების, თუნდაც იქიდან. როგორც დაახლოებით ისეთი სიტუაცია, როგორც იყო ჩვენ დროს, აი ახლა დაშლამდის ასე ვთქვათ კოალიციის, როდესაც ფაქტიურად რესპუბლიკური პარტია იგივე უფრო ახლოს იყო ასე ფაქტურად დესანტის როლს ასრულებდა ნაციონალური მოძრაობისა. ოქრიაშვილი დესანტი არის ნაციონალები, მაჟორიტარები, რომელთა ძალიან დიდი ნაწილი ყოფილი ნაციონალები, ვიცე-სპიკერები, ეროვნული ძალები აუცილებელია იყოს პარლამენტში, ეროვნული ძალები რაღაცა, რომელიც აი ასეთ სიტუაციაში ყევებს ააცილებენ თავიდან ახლა თქვენი შეფასება ძალიან ცოტა დრო გვაქვს, არის თუ არა საფრთხე, რომ ორპარტიული პარლამენტის შემთხვევაში მართლაც დაიწყოს დესტაბილიზაცია? დიახ, მე მინდა გავაფრთხილო ხელისუფლება, რომ შეიძლება ნამდვილი რევოლუცია მიიღოს სწორედ მაშინ, როდესაც ორპარტიული პარლამენტის შედეგები გამოცხადდება, იმიტომ რომ ეს უკვე იქნება არა ვიღაცა ცენტრისგან და რაღაცა კულუარიდან მართული პროცესი, ეს იქნება რომ შეიძლება ქართულ ხალხს ამოასხას მართლა ყელში. და ქართულ ხალხსაც მინდა უთხრა ის რეალობა, რომელსაც ცდილობენ თქვენ რომ ოცნება და ნაციონალები, რუსთავი და იმედი დაგანახონ, ვითომ ხუთიანსა და 51 შორის აარჩევანი. ეს არის სიყალბე. სინამდვილეში არჩევანი არის ორპარტიულობასა და მრავალპარტიულობას შორის. ოცნება და ნაციონალები დგანან ერთ მხარეს. აი შეიძლება ვიღაცისთვის ეს ახლა რთული დასაჯერებელი იყოს, მაგრამ 99 წელს ვითომ ერთმანეთი დახოცეს შევარდნაძემ და აბაშიძემ და 2000 წელს ასლან აბაშიძე შევარდნაძის შტაბში იყო. ეს იყო ორივე საწყობდა. დღეს ოცნებას და ნაციონალებს წარმართავს ერთი შტაბი. და თელმა დანარჩენმა საზოგადოებამ, ვისაც გვინდა რომ ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ, მოდით რუიანი შემოხადეთ, რუიანი თუ არა ნებისმიერი სხვა არასაპარლამენტო პარტია შემოხადეთ. რუიანი უფრო ქრისტიანულია. კარგი, მაშინ თქვენი ნომრები ვთქვით, გიორგი, თქვენს ყველაზე ქრისტიანული ამ შემთხვევაში სამი ნომერი. სამი ნომერი, 25, 3, 7, 8. დიდი მადლობა ბატონებო, აქვს თუ არა პერსპექტივა საქართველოში რევოლუციურ სცენარს? გააგრძელეთ, რეკვა ეს არის ჩვენი მთავარი კითხვა ინტერაქტივის, დაგვირეკეთ, გამოთქვით თქვენი მოსაზრება და რეკლამის შემდეგ უკვე გადაცემის ბოლო ბლოკში ჩვენ შევაჯამებთ ინტერაქტივის შედეგებს. დიდი მადლობა თამაზ მეჭიაურს, გიორგი ახვლედიანს, კახა კუკავას და სოსო შატბერაშვილს.